მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რაც დრო გადის, ჯეფრი ეპსტეინის ფაილები უფრო და უფრო შოკის მომგვრელი ხდება და მომდევნო ასეთი მასალა უკავშირდება 2 მილიონი ფაილიდან ამჟამად გამომზეურებული მასალებიდან ალბათ ყველაზე სკანდალური, რომელსაც ახლა ექსკლუზიურად ჩემს ამ ვიდეოში იხილავთ. მეგობრებო, საუბარი მიდის ფარულ მაილზე, სადაც ერთ-ერთი როტშილდი წერილს უგზავნის ჯეფრი ეპსტეინს და განიხილავს ასეთ შესაძლებლობას და ასეთი კონტექსტი აქვს ზოგადად მაგ თემას, რომ უკრაინა იძლევა ძალიან ბევრ შესაძლებლობას და ჩვენ მაგ საკითხს უნდა ყურადღება მივაქციოთ. ეს ყველაფერი ხდება 2014 წელს. ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ დაიწყება ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უკრაინაში და დაიწყება ეს 4-5 წლიანი ომი. მეგობრებო, ეპსტეინის ფაილებმა ამოიღო არ ნახულად ბევრი სკანდალური მასალა, რომელზეც უკვე მე ვიდეოები მიდევს, მაგრამ მე ეტაპობრივად გავყვები ყველაფერს, ყველა ვიდეოთი თქვენ იმ სიმართლეს მოგასმენინებთ, რომლის მოსმენის ღირსი თქვენ ნამდვილად ხართ, რადგან უნდა იცოდეთ სიმართლე თუ როგორ გეგმავენ, როგორ აწყობენ ომებს, პანდემიებს თუ სხვადასხვანაირ ძალიან ცუდ რაღაცებს, ძალიან ბოროტი ხალხი, რომელიც ელიტარული კლუბებიდან მართავს სოფლიოს, ასე რომ მე თავს ვალდებულად ვთვლი ამ ყველაფერში მონაწილეობა მივიღო, თქვენ მოგასმენინოთ სიმართლე, თქვენი მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ ის იქნება, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ ეს ვიდეო მეგობრებს, რადგან ბევრმა ადამიანმა ნახოს და შეგიძლიათ ასევე დონაციები გააკეთოთ, რომელიც ვიდეოს აღწერაში ამითითებული. მოდი გადავიდეთ ამ თემაზე. აი მეგობრებო, ჩვენ ვკითხულობთ ასეთი შინაარსის წერილს. ეხლა მე საერთოდ მიყვარს ოფიციალურად დადასტურებული ფაქტები. ამაზე ყველაფერზე ამერიკის იუსტიციის სახში ამის წყაროები არის მითითებული, რომ ეს ყველაფერი არის ავთენტური. და მოდი ეხლა ჩვენ სანამ ამ ყველაფერზე გადავალთ, დავიწყოთ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომელიც წარმოიდგინეთ 2 მილიონი ფაილიდან ერთ-ერთია, რომელიც ასეთ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. ეხლა ვისგან არის ეს პირველი წერილი? From AD Rothschild. ნუ ვიღაცა როტშილდი არის, რომელიც უგზავნის ჯეფრი ეპსტეინს, აი gvacation@gmail.com მითითებული არის იქ. 2014 წელი 18 მარტი. მოგესალმები ჯეფ. ეხლა აქ არის მისალმე ხარი ძალიან საინტერესო საუბრის მანერა, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გიმეორებ და ნახეთ დაბლანკულია, გაშავებულია ყველანაირი, სადაც მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნუ ამჟამინდელი წევრებიდან, ზოგი ამერიკის ადმინისტრაციაში, ზოგი ევროპულ ესტაბლიშმენტში, ნუ ეს თანამდებობის პირები მყოფი ხალხი, რომელიც უდანაშაულოდ არის, კაცო, ეხლა არაფერი არ იმუქრება საერთოდ. ნუ ეს კიდევ ერთხელ იმას ამტკიცებს, რომ სამართალი ამ ქვეყანას რა თქმა უნდა არ არსებობს. აქ არის საუბარი მეგობრებო ამ წერილში, რომ ერთმანეთს კითხულობენ მქონდაო სადილიო ერთ-ერთ კლიენტთანო, სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთო და ჩვენ უნდა შევხვდეთო ხვალო საღამოთიო და იქნებიო თავისუფალიო და იმიტომ რომ უნდა განვიხილოთ უკრაინის საკითხიო. დაბლა არის ნახეთ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეტექსტი. ალბათ ხედავთ. Ukraine appeal should provide many opportunities as many. ეხლა რას ნიშნავს ეს ქართულად? უკრაინა იძლევა ძალიან ბევრ შესაძლებლობასო. დაფიქრდით ორი წამით. უკრაინა იძლევა ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. აი მართლა ძალიან მაინტერესებს. აი თქვენი აზრით რის შესაძლებლობას იძლეოდა, სადაც ორი ფიგურანტი მხილებულია ბოლო 2 საუკუნეში არსებულ ყველაზე დრამატულ სიტუაციებში. ხან 9-1, ხან ტიტანიკის ჩაძირვა, ხან ფედერალური რეზერვი, ბანკები, მასონები, რაღაც და უკრაინის საკითხია მნიშვნელოვანი. ეხლა უყურეთ მეგობრებო, ეხლა უფრო ღრმად მე ეს ყველაფერი ღრმად გამოვიკვლიე და ეხლა გადავიდეთ მეორე გაგზავნილ მაილზე. მათ ჩვენ არ გვაინტერესებს ტექსტი, მე პირდაპირ უნდა წაგიკითხოთ, ეხლა თქვენ მნიშვნელოვანი და თქვენ უნდა იცოდეთ ინფორმაცია. As you probably know, I represent the Rothschilds. ჯეფრი ეპსტეინი წერს მესამე პირს ახლა და ესეთ რამეს ეუნება უმხელს. რომ მე ხომ იციო, რომ მე წარმოვადგენ როტშილდებსო. დავფიქრეთ უფრო ღრმად. ეხლა უყურეთ, ძალიან საინტერესო კორელაციები გავაბად ეხლა. უკრაინა იძლევა ბევრ შესაძლებლობას. რა შესაძლებლობას? ხალხი უნდა დაიღუპოს, ტერიტორიები უნდა იქცეს, ქვაქვაზე არ უნდა დარჩეს იქ. ხალხი უნდა გაიჟლიტოს. ბლა რატომ უნდა უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმა და ის გაცემული ვალებით გამდიდრდებიან ვინ? BlackRock-ი, როტშილდები, პაიპუი, ეს ელიტა ისევ. მაგრამ ეხა უყურეთ, უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს. თქვენ გონეთ ეხა მე თქვენ რამე სკანდალური გითხარით, ამით უფრო მნიშვნელოვანი. ეხა რა უნდა უსწრებდეს მეგობრებო, აი ამ ყოველივე დადგმულ სცენარებს კულისებიდან, რომ უფრო და უფრო მეტად, ანუ დატესტილი იყოს კაცობრიობა ამისთვის. აი ხა ამ თქვენ რასაც ნახავთ, ეს არის ასევე ექსკლუზიური მასალა.
თქვენ ნახავთ როგორ იგეგმებოდა მომდევნო მსოფლიოს ისტორია კულისებიდან. ორივე ის გავაქროთ და გამოვაგდოთ მესამე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ჯეფრი ეპსტეინი ვიღაცა უგზავნის დაბლანკულია, არ ვიცით ვინ არის. აი ეს არის ჰუკი, ეგ თავარი არ გვანახეს, დაბლაურულია. დაბლა რას კითხულობთ? დაბლა. subject ქართულად რა არის? საგანი, საუბრის საგანი, ხო? ყველა მაილს აქვს, მაგალითად საგანი საუბრის. აი მაგალითად მაილზე შეგიძლიათ მე გამომიგზავნოთ ის რომ აი ნიკუშ უნდა დაგაფინანსოთ, ან მოდი სარეკლამო ის სიუჟეტი გამიკეთე, ან მოდი რაღაც მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, ხო? subject არის თემა. რომელსაც მაილზე უგზავნთ. subject რა წერია? Preparing for pandemics. ვემზადებით პანდემიისთვის. ვინები არიან ზოგადად გამოსახული? Bill Gates და Jeffrey Epstein. შუაში ვინ არის? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ვისი კომპანიებია? Pfizer-ები, ესენი. ვინები დგას ამ ყველაფრის მასობრივი პანდემიების უკან? ხედავთ ხო? Bill Gates გამოვიდა დღეს და თქვა რომ მე ვნანოფო Jeffrey Epstein-თან ურთიერთობას. ის კი არ უარყო კაცო, არ ქონა ურთიერთობა, არ მქონდაო, მაგრამ ვნანოფო. კონსულზე მან ისეთი დაავადება აიკიდა, რომ საჭირო იყო ექიმების შარევა. რომ განეკურნათ მისი ერთი ადგილი. მეგობრებო, მოდი მე მინდა ცოტა მოდი აქეთ კამერა ჩავართოთ ახლა. ცოტა ისე შევხედოთ ამ ყველაფერს, აი ცოტა ისე შევხედოთ ამ ყველაფერს რა. აი ცივი გონებით შევხედოთ ახლა უყურეთ. ანუ თქვენ ამ სამი მაილით რაც ოფიციალურად დადასტურებულია მსოფლიო ისა რა ქვია ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ, სადაც წალეკილი ყავს ამერიკული ბლოგერები, ამერიკული ინტერნეტ სივრცეები, მედია საშუალებები, სოციალური ქსელები, რომ ამერიკელი ხალხი ნელ-ნელა ჩაყდება, რომ მის სახელმწიფოს და ელიტას წარმოადგენენ ის ხალხი, რომლებიც სარიტუალო პროცესებში, სატანურ სარიტუალო პროცესებში იღებდნენ არათუ მარტო მონაწილეობას, არამედ განსაზღვრავდნენ და ქმნიდნენ თქვენი ხვალინდელი დღის რეალობებს. ჩემგან არაერთი ვიდეო გადამიღია უკრაინაზე, სადაც მე ვაკრიტიკებ ზელენსკის, სადაც მე ვაკრიტიკებ უკრაინის სახელმწიფოს, რადას, უკვე ამ ბოლო ხანს აღარ ვირიდებ და თვითონ ხალხსაც ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა იმაში, რომ ზელენსკისნაირი მთავრობა ერჩია საერთოდ და 2014 წლიდან დაწყებული დღემდე ყველა არსებული პროცესები, რითიც უკრაინა პრაქტიკულად გაწირეს. აი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხო? უკრაინა პრაქტიკულად გაწირეს იმისათვის, რომ ყოფილიყო თასაკლავი, აი ხბო პატარა, რომელიც გამოიყვანეს და დაკლეს, რადგანაც ამ ომით, ამ გაყინული ომით, რომელიც ახლა მიმდინარეობს და უბრალოდ ხალხი ყდება, რეალურ სარგებელს იღებენ ისევ და ისევ ოჯახური ელიტის წარმომადგენლები. ეხლა ეს ყველაფერი რაში ჩანს? რა ადასტურებს, რომ ეს წერილები ავთენტურია? მეგობრებო, დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ზელენსკის მთავრობამ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა ლარი ფინკთან, რომელიც არის BlackRock-ის მთავარი აღმოსავლური დირექტორი, CEO და მთავარი ფიგურანტი, ვინც ყველაფერში მონაწილეობს. აგერ ეხლა აზერბაიჯანთან დადეს რაღაც ორხრივი შეთანხმება. ლარი ფინკმა აიღო საკუთარ თავზე პასუხისგებლობა, რომ დაქცეულ უკრაინას ის ააშენებს. ახლა დავფიქრდეთ ახლა ცოტა, ახლა უყურებ. რატომ აქვს ამას ძალიან დიდი ორმაგი მნიშვნელობა? პირველ რიგში უკრაინით გამოიყენეს, რომ რუსეთის დასუსტება დაიწყეს, რაც ვერ გამოვიდათ, რუსეთი არ დასუსტა ამ ომით, ანახა რომ რუსეთი არათუ დასუსტა კი არა, აგათ უფრო მეტად გაუძლიერდა და წარმოება, უფრო მეტი ტერიტორიები და ამას არ ელოდნენ კიდე, ბევრ რაღაცაში არ ელოდნენ, რომ რუსეთი კიდე ესეთი ძლიერი აღმოჩნდებოდა ბევრ საკითხში, იმიტომ რომ რეალურად ახლა რუსეთს რო ამ ომის ფართო მასშტაბიანი მოგება უნდოდეს, ამას ძალიან მარტივი არგუმენტი დაამტკიცებს, უბრალოდ ატომური ბომბით იზავდა, იმიტომ რომ რავი, ამის 4000-ზე მეტი ქობინი აქვს რუსეთს და ყველანი შევთანხმდეთ, რომ ეს არის პროქსი ომი უბრალოდ, სადაც რა თქმა უნდა მონაწილეობენ ოჯახები. ეხლა უყურეთ, უკრაინელი ხალხის გაჟლეტვით, რაც იქ გააკეთეს ბოლო 4 წლის განმავლობაში და პრაქტიკულად ეს ომი თავისი ხანგრძლივობით უკვე გაუთანაბრდა მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო თეატრს. ერთადერთი რაც შეძლეს ის არის, რომ კაცი აღარ დარჩა უკრაინაში უკვე. იმიტომ დაახლოებით ოფიციალური მონაცემებით 600,000-დან 800,000-მდე ეს ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით არის მკვდარი უკრაინაში. მე მაქვს საომარი ძალა, ანუ საბრძოლო შენაერთებიდან გარდაცვლილი ჯარისკაცებზე აღარ ვამბობ, მაგალითად, რამდენი არის მშვიდობიანი მოსახლეობა იქ გარდაცვლილი და მკვდარი, ასევე იძულებით გადაადგილებული რამდენი პირია, რამდენია დევნილი და ძალიან ბევრი ციფრია, იმიტომ რომ პრაქტიკულად აღმოსავლეთ უკრაინა არის ცარიელა, აი მიწა და წყალი ერთმანეთში რო არის, ტალახი ჩაულებრივი, სადაც არის მოჩვენებების ქალაქი, რავი, 1 კილომეტრით რუსები წინ გადავლენ, უკრაინები აქეთ გადმოვლენ, ერთისთან რაღაცა დეზმეჩია. ხო იცით? Counter Strike ხო აქვს დათამაშები, PUBG ხო იცით? დეზმეჩი რო უბრალოდ ხალხი ყდება და მეტი არაფერი ხდება. ეხლა უბრალოდ რა ხდება აქ საინტერესო.
რეალურად ეს შეთანხმებებია მაგალითად ჩვენ რო ამდენი წელს განმავლობაში გვეგონა რომ აი უკრაინას დასავლეთი და ბაიდენის ადმინისტრაცია ეხმარება და ჰოი საოცრებაო აგერ იმაში რა ქვია პენსილვანიაში არსებული იარაღის ახალი საწარმოები რომელიც არის ასევე BlackRock-ის განკარგულებაში Vanguard-ის და State Street-ის უდებენ კონტრაქტებს უკრაინას და მთელი ეს ვალები რომელიც უკრაინას უგროვდება უფასო კი არ არის აგერ ტრამპი გამოვიდა და თქვა თუ იმის ტრაკი არ აქვს თუ ეხა ფული გადაიხადოთ რავი მაშინ თქვენ მინერალებს წავიღებთ თქვენ გესმით რა დონეზეა განწირული უკრაინელი ხალხი. კაცები გაჟლტეს, იძულებით გადაადგილებულთა პირი ბევრია, სხვადასხვა ბევრი ლამაზი გოგოები გააქვთ იქიდან იმის გამო რომ ისევ და ისევ გამრავლდნენ, ტერიტორიებს აცარიელებენ და რომ დაიქცება, ანუ მარტო მაგით კი არ შოულობენ ეს ელიტები და ოჯახები ფულს რომ უკრაინას სესხით გაცემენ თითოეულ იარაღს, ტყვია წამორს თუ ყველაფერს. არა, დაქცეულ უკრაინასაც ისინი ააშენებენ მერე. მანდაც ფულს გააკეთებენ. ანუ მარტო ჯვარი თქვენ გწერიათ, კაცო, მარტო უკრაინელის სიკვდილში კი ფულს არ აკეთებენ. უკრაინელის მერე იქ საფლავებზე, იმაზე რომ წამოიჭიმება ამხელად სათამჯენები, მაგაშიც BlackRock-ი გააკეთებს ფულს მერე. რადგან ეს ოფიციალური კონტრაქტი გვი არსებობს BlackRock-სა და უკრაინის სახელმწიფოს შორის. ანუ ნიტოშა სახელმწიფომ კი არ დადო იმას, ამერიკის სახელმწიფომ კი არ დადო კონტრაქტი უკრაინასთან. არა, BlackRock-მა, ანუ კომპანიების კომპანიამ, მთავარმა მაკონტროლირებელმა, იმან რა ქვია, დედამიწაზე არსებულმა კორპორაციამ დადო კონტრაქტი ზელენსკის ხელისუფლებასთან, რომ დაქცეულ უკრაინას ისინი ააშენებენ. და აგერ დავოში რო გაიმართა, ეხლა სოფლიო ეკონომიკური ფორუმის მთავარი სენსეი იყო ლარი ფინკი. მე აღარ საუბრობ იმაზე რა უძღოდა ამ პროცესებს. უკრაინაში არსებული კონფლიქტი რაც დრო გარის მე მჯერა რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი საერთოდ. უბრალოდ იმდენად არის ორკესტრირებული ესე დასავლური მედიის მიერ რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი შეიჭრა არავითა 0% აღარ ვჯერა მე მაგის. მე გაგცემ ხა რეალურ პასუხს რა გააკეთა რუსეთმა იქ. ვარ აგერ ძმაო 29 წელს გავხდი ხა ახალგაზრდა ბიჭი ვარ მეც. არ ვარ ას ნაკომუნისტარი არ ვარ და არც პრორუსია რო ყველაფერი ამერიკული მიდევს და რავი გიждები რაც ამერიკაში კარგია ყველაფერი მიყოს და თანამედროვე ვარ თავიდან ბოლომდე. ერთ რამეს გეტყვით 2012-დან 2022 წლამდე უკრაინაში დაწყებული ანტირუსული ისტერია იყო პროვოცირებული დასავლეთიდან. რადგანაც ეს იყო ხელოვნურად შექმნილი როგორც ერთი მაიდანი, ასევე მეორე, ასევე მისკის შეთანხმების დარღვევა, ასევე ანტირუსული ისტერია აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსულენოვანი დასახლებებია, მე ყოველთვის მაქვს ეს არგუმენტი, რაზეც პასუხს მე ვერავინ ვერ ცემს დღემდე. თუ რუსეთი არის თავზე ხელაღებული იდიოტი, რომელიც ყველა ქვეყანაში შედის და გრანიცა რასი ნიგზენის заканчивает ეს პუტინის ფრაზები რო ამოვაქვთ მე რომ რუსეთის საზღვრები არსა თავდება, რუსეთი უასწოროდ ოკუპანტია, ყველა ჭამს მარტივი კითხვა მაქვს. ბიჭო, უფრო სუსტი უკრაინა შელო რუსეთს დაეპყრო 10 წელით ადრე ვიდრე მე, როდესაც უკრაინა უფრო ძლიერი გახდა. რატომ არ მიიღო ეს პუტინმა ეს გადაწყვეტილება და დაშლილი უკრაინა უფრო მარტივად არ დაიპყრო? გაცილებით მარტივი იყო, კაცო. ხო იყო პრორუსული მთავრობები ყავდა უკრაინას რუსეთიდან მართული უკრაინაში. რატო არ დაიპყრო? თუ უნდა დაპყრობა? მაგრამ ამაზე მაქვს მე პასუხი რომ ეს არის პროვოცირებული დასავლეთიდან რომ ანტირუსული ისტერია დაიწყო იმიტომ რომ ბუაძია რუსეთი გამოეყენებინათ როგორც აგრესორი უკრაინა კონფლიქტში ჩაერთოთ ორ სლავ ხალხს ორივე მართლმადიდებელს ერთმანეთი შეძულებოდათ დაეხოცათ ერთმანეთი საშვილიშვილოდ გადამტერებოდნენ და ამერიკა როგორც კეთილი ბიძია გამოსულიყო და აბაომი შეწყვიტეთ ეხლავე ძმები როგორ ხოცავთ ერთმანეთს ხან ზელენსკია ეხა დიქტატორი ხან პუტინია ტიპი ხან ეხა მე ხან ზელენსკია კაი ტიპი ხან პუტინია დიქტატორი ეს ნარატივებს გიცვლიან ხან ბაიდენი გამოყავთ მძინარე ჯო და იმას ალაპარაკებენ რუსეთი ცუდიაო ეხა ტრამპი გამოიყვანეს რუსეთი კაიაო ანუ ეს არის დაწერილი სცენარი აგერ ტექსტებს ძმაო თქვენ თვითონ ნახულობდით ხო ეხა მე ხო არაფერი მომიგონია კაცო კიდევ ერთხელ მეორებ შეგიძლიათ გადახვიდეთ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახლის სამინისტრო ეს მაილები არის გამოქვეყნებული მე რო დამცინოდნენ ამდენი ხარი რა კონსპირაციების გჯერა იმების ღაპრების გჯერა ყველაფერი მართალი ყოფილა ძმაო ყველაფერი მართალი ყოფილა რასაც მე ვამბობდი აქამდე როგორ აქვს ელიტას გადანაწილებული გავლენა იმის ეხაც იგივე ხდება ზუსტად მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ტრამპს გამოუქვეყნეს ეპშტეინის მასალები იმის გამო რომ ის არ შეიჭრა ირანში დავალება ვისგან იყო ალბათ აღარ მინდა მათი ეროვნებისა და მაგ იმ გამოყოფა ის ისედაც თქვენ ხვდებით ვისგან იყო ტრამპი ვის წინაშია ტრამპი დავალებული ვის წინაშია ტრამპი ვალდებული და რას წარმოადგენს ზოგადად ტრამპის პროექტი
იმის და ტრამპი კარგი იყო საქართველოს პონჩი, რატო ეხა ხო აგვარი და იმას რომ აი ჩვენ არ ვღირვართ ეხა ისე როგორც უკრაინელები, ოკეი, ტრამპმა ვოუკიზმი დაამარცხა, რაღაცა კონსერვატიული ღირებულები რაღაც ნაწილი დააბრუნა, იქ რა ტრანსგენდერები აქცა, ოკეი, კაია, მაგრამ იმის იქით რა არის ტრამპი? იმის იქით ტრამპი არის ახალი მსოფლიო იმპერია საერთოდ. ახალი მსოფლიო წესრიგი. რომელიც დაწერილია დაახლოებით 20-30 წლის წინ და ეს ყველაფერი რეალური ხდება, რასაც კისინჯერი წერდა, კისინჯერის მერე აიღეს ეს ყველაფერი, დახვეწეს ეს მოდელი. აგერ ახლა დავოში კი არა, დავოში იყო მე მგონი, ხო, ღაზის ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიცაც სათამჯენები კუშინერი იყო გამოსული ტრამპის სიძე ის ებრაელი და აი ეს აქეთ სათამჯენი აქ იდგება, კითხვა ჩდება მერე, ხო? ანუ ვიღაცას აწყობდა ხო ღაზის კონფლიქტი? ვის აწყობდა? არ მათქმევინოთ ახლა, ვის აწყობდა ღაზის კონფლიქტი? ანუ ლოგიკურია ხო ეს ყველაფერი? და მე კიდე მე მეწახდე კონსპიროლოგი ხარო, რეების გჯერაო, რეებს აბრალებო ბიჭო. ადრე მახსოვს ერთ-ერთი საშაურმის გამო წილებზე დაცხეს ერთმანეთს თბილისში იყო სროლები. საშაურმის გამო ექსელი საშაურმეა რა ხორცი როდებს, ხო იცი სენდვიჩი. ბიჭო, სოფლიოში ამ ხელა ფულის პატრონი ხალხი არსებობს. რომელ გოიმებს ჯერათ ეხა რომ ამ ყველაფერში ოჯახები არ მონაწილეობენ, მართლა ჯერათ ეხა რომ ვიღაცა ეხა პარლამენტში წვიტავს რაღაცას ნებისმიერ ქვეყანაში, ან კიდე რაღაც დემოკრატიული პროცესებით იღებენ გადაწყვეტილებას. აი ამის რომ ეჯერათ ლიბერალებს, მემარცხენეებს და ავადმყოფებს სრულად, ხო, სასაცილოები იმიტომ არიან და იმიტომაც საქართველოში წაგებულები აქვთ. საქართველოშიც გაფარჩაკებულები არიან, თავიანთ ინფლუენსერებთან ერთად, თავიანთ ტიკტოკერებთან ერთად, თავიანთ იუთუბერებთან ყველასთან გაფარჩაკებულები არიან, ჩუმატყრიან ეხა საქართველოშიც და ამერიკაშიც ისევე ჩუმატყრიან. რატო? იმიტომ რომ ჩვენ რომ ამბობდით რა იყო სიმართლე წლების განმავლობაში, გვეძახდნენ კონსპიროლოგებს, პრორუსებს, პუტინის, რატო უნდა მიყვარდეს ამ პუტინიან რუსეთი? ხო მე უბრალოდ სიმართლეს გეუბნებით, ეხა თქვენ გასაზღვრეთ, ეხა რუსეთია კაი, უკრაინაა კაი, თუ ისრაელია თუ ამერიკაა კაი, თქვენ გასაზღვრეთ. მე გაძლევთ ამ ინფორმაციას, რაც ფაქტებით არის კორელაციაში ერთად ყოფი და არ შემე ადამიანმა განსაზღვროს, მაო. პროპაგანდისტს რომ მე მეძახდნენ, პროპაგანდისტი რა არის, რომ ამბობ, რომ ერთი მხარე არის კარგი. სად მithქვია მეოდესმე რომ ერთი მხარე, ერთადერთ მხარეზე რომელზეც მე ვამბობ ყოველთვის კაი არის ქრისტე ღმერთი. და მაგ პროპაგანდას ყოველთვის გავწერო ქრისტე არის ღმერთი, ქრისტე არის სრულყოფილი, ქრისტე არის შეუცდომელი არსება, ვინც კი ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში ყოფილი, რადგან ის იყო ღმერთი ადამიანის სხეულში, დანარჩენი მეც და ყველა ადამიანი უშევთ კარგსაც ვაკეთებთ, შეცდომებსაც უშევთ და ბუნებრივია კარგ რაღაცებსაც ვაკეთებთ. უბრალოდ ადამიანებს აქვთ გამოლაყებული ტვინი უბრალოდ რა. აი ეს არ არის ხალხო უცოდინობის ბრალი. ეს უცოდინობა არაფერი, ეს არის გოიმი ხარ ადამიანი. ან გოიმა დიბადები, ან არ იბადები, მე დეტერმინისტი ვარ უკვე. მე არ მჯერა ვიღაცა რაღაც გარემოსდის და არა, მე მჯერა ან თავიდან ვარ იმბეცილი, ან ჭკვიანი ხარ თავიდან. უბრალოდ რა ინფორმაციას აიღებ, საერთოდ ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი ტერმინი, განტევება, ფროიდისეული ტერმინია. ეხა მე რო ფაქტები დავუდო ეხა ლიბერალს ნიშნულობა არ აქვს ის ყველა აზრის განტევებას შეძლებს საკუთარი გონებიდან, განდევნას, რატო? იმიტომ რომ ის მისი ფუნდამენტისთვის მიუღებელია. და ასევეა ზოგადად ნებისმიერ ადამიანის გონება მოწყობილი. შენ რა ფაქტიც არ უნდა დაუდო, შენ რა დებატებზე რაც არ უნდა ყოლა, ადამიანს შენ ვერ შეცვლი ვერასდროს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. და 10,000-ჯერ გამიმეორებია. ბიბლიაში არ არის ფაქტი მოყვანილი, რომ ქრისტე ვარდებოდეს ვიღაცებს დებატებში და პირში ეჩრებოდეს. ქრისტე არის ასწავლის ყველას გზას. დანარჩენი თვითონ ადამიანმა გადაწყვიტოს უკვე რა უნდა, რავი, ჩიჩია უნდა, ჩიჩია ირჩიოს, პური უნდა, პური ირჩიოს, ბაბა უნდა, ბაბა ირჩიოს. მეტი მოვალეობა არ არსებობს ადამიანის რაღაცა თავში არამედ კეტი ურტყას გინა თუ არა ის დაიჯერეო. მე ეხა ერთ-ერთ ჭკვიან ადამიანთან მქონა ადრე საუბარი ამ თემაზე და სხვათა შორის ძალიან გავლენიანი ფიგურაა და ესეთი რამე მითხრა რომ ამდენი წლის განმავლობაში რომ შენ ამ ხელა ინფორმაცია მიიღე და მაინც ვერ გადმოხვედი სწორ გზაზე, მეგობრებო, რომ არ ნიშნავს რომ დასრულებული ხარ უკვე რა. ან მაშინ ტროლი ხარ უკვე უბრალოდ რომ ეხა ფაქტები წინ გიდევს, ყველა შეთქმულების თეორია აღმოჩნდა რომ სიმართლეა, უცხოს მეზღაპრეს ეძახნეს, მართალი აღმოჩნდა, უცხოს პროპაგანდისტს ეძახნენ, მართალი აღმოჩნდა. ყველაფერს ამას რასაც ჩვენ ვამბობდით, თქვენთან ერთად ხო ბუნებრივია მართლები აღმოჩნდით, თურმე ჩვენ გამოვედით, თურმე ჩვენ თეორიები მართლები აღმოჩნდნენ და მაგ ადამიანებმა უბრალოდ ჩაისვარეს აქ. აგერ მე ამდენი ხნის განმავლობაში მაგის გარდა მეძახდი რომ უკრაინელი ხალხი გძულსო და უკრაინის სახელმწიფოა. მე უკრაინის მთავრობა მძულს, მე უკრაინის ზელენსკი მძულს, თავიდან ზელენსკი არის ადამიანი, რომელიც მე მჯერა მე ღმერთწვენ აქვს უკრაინელი ხალხი მას დაშის და განაჩენს აუცილებლად გამოუტანს, რომ ზელენსკიმ გაწირა უკრაინელი ხალხი.
რადგან არც ერთი უკრაინელი მთავრობის წარმოადგენელი ყველამ შემილა პასუხისმგებლობა ამაზე 99.9%. ყველამ იცოდა რომ რუსეთს ომს ვერასდროს ვერ მოუღებ. ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ მოუღებ, რომ რუსეთი ფლობს ბირთვული იარაღს. ანუ შეროსო მოსკოვის მიდამოებში იყო და ისა მოსკოვის იმაზე იყო სიახლოვეს იყო და ჰანს გუდეირანები 14 კილომეტრი ქონდეს დარჩენილი, ხო? მეგობრებო, ერთი კნოპკის დაჭერა უნდა და შენი კიევი აღარ არსებობს. და ვინც ამ კომპლექსში უკრაინა ჩაითრია არიან ეს ელიტები დასავლეთიდან, რომლებიც აკეთებენ ფულით იმ საწყალი უკრაინელი ოჯახების ხარჯზე. საწყალი ზოგი დედა ქრივი ის რა ქვია დედას შვილი მოუკლეს, ზოგი ცოლი ქრივი დატოვეს, ზოგი შვილი მოკლეს, ზოგის დამოკლეს, ზოგის ბაბუა მოკლეს, გაჟელიტეს ერი, დედა უწირეს, რადგან უკრაინა არის ძალიან დიდი და მდიდარი მიწა, აღმოსავლეთ უკრაინა განსაკუთრებით დღეს რუსეთს რა ტერიტორიებიც აქვს დაკავებული, დონეცკის ის შახტები, ფერადი ლითონი, სასარგებლო წიაღის, ბევრი რამ მდიდარი, დაახლოებით 60% რუსეთს რაც ოკუპირებული აქვს, დაახლოებით ტერიტორიული მასშტაბებით რო შეადაროთ პორტუგალის პოლიტიკური რუკის, ანუ პორტუგალია რო გადმოიტანო ის ტერიტორია ოკუპირებული ხარ რუსეთს. ყველაზე მდიდარი ნაწილები. ეხა სპეციალური სამხედრო ოპერაცია სანამდე გაგრძელდება. აქ საუბარი მაქვს მე მგონია რომ ოდესაც აიღებენ კალში მოაქცევენ უკრაინას და ზღვაზე გასასვლელად მთლიანად ჩაუკეტავენ. მერე ვისაუბროთ აი შემოდგომაზე როგორი ქართული გამოთქმაა წიწილებ შემოდგომაზე ითვლიანო. მე ახლა შეიძლება გამომეკიდო ახლა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ახსენე, რასაც პუტინი ახსენებსო და აბსოლუტურად ვიზიარებ მაგაზრს. ომი არ არის რუსეთ-უკრაინის ომი არ არის. ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ამას აქვს ძალიან მარტივი არგუმენტი. ფართო მასშტაბიანი ომის დროს რუსეთი გაჟელიტავდა მთელ უკრაინას. დღეს ამას ჩვენ არ ვხედავთ. დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არის ლოკალური ბრძოლები, ეს არის მაგალითად როგორც არის პროქსი ომი, მაგალითად როგორც არის barbed wire-ი, მაგალითად როგორც არის თხრილების ომი, როგორც პირველ მსოფლიო ომში იყო. ეს არ არის ფართო მასშტაბიანი ომი, არ გინახიათ? 4 წელი დღეს უკვე ხანგრძლივობით რუსეთ-უკრაინის ომი გაუთანაბრდა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანისა და საბჭოთა კავშირის ომს. ბიჭო, 6 თვეში ნაცისტებმა დაიპყრეს მთელი ევროპა. წელიწადის ზარდაჭიროებიათ კომუნისტებს რომ შესულიყვნენ ბერლინში. და თქვენ ახლა მაჯერებთ რომ ეს არის ომი რუსეთთან, ეს არის პროქსი ომი გაყინული ბიზნესი, სადაც დიდი ელიტები ფულს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ამაში რუსეთის ინტერესიც არის. აქვე დავამატებ, რომ რუსეთი მთლად წმინდანია არ გამოვიყვანო. რა თქმა უნდა, პუტინის ამ საქმეში არის. რა თქმა უნდა, პუტინის პასუხისმგებლობია ამერიკელი ლიდერებთან. რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის შეიპაროს ამაში. მთელი რუსული ფული ამერიკაშია. თქვენ რა გონიათ, ეხლა რომ რუსეთს რომ მოუნდა, ამერიკა დღეს არის მსოფლიოში ერთადერთი ჰეგემონი, რომელიც დაპირისპირებაში არის ჩინეთთან. რუსეთი ძალიან ძლიერია, რუსეთს რა თქმა უნდა მეტი ავტონომია აქვს სოფლიოში. მე არ ვამბობ იმას, რომ პუტინი არის ცუციკი ლეკვი ხა იმითი, არა რა თქმა უნდა პუტინს, რა თქმა უნდა ერთპიროვნული მმართველია რუსეთის, მაგრამ დღეს ომი და ბრძოლა მიდის ამერიკასა და ჩინეთს შორის. დანარჩენები არის ეს ოჯახები, ორი deep state-ი, ანგლოსაქსები, სიონისტები, რომლებიც ახდენენ ამ პროქსიომებს ერთმანეთში. და აი მე ხო მეზღაპრეს ხომ ეძახა ეს ხა ესენი სიმართლე აღმოჩნდება მე კიდე მომიწევს ამ ვიდეოს ჩაწერა კიდე აი მართალი უყოფილო არ ამაში ბიჭო მე არ ვამბობ რომ ეს გენიოსობა არ არის ეს არის მარტივი დაკვირვება უბრალოდ აი ამ ცოდნასაც ჩვენ ამდენი წელს განმავლობაში ჩვენ საშკარაოზე გამოგვაქვს არის მეგობრებო აი როგორ გითხრათ უმარტივესი აი პოლიტიკაში ყველაზე მარტივი დასკვნები რაც შეიძლება ანალიზის შედეგად გამოვიყო იმიტომ რომ გაცილებით რთული რაღაცები არსებობს მაგალითად თამაშის თეორიები გეოპოლიტიკური შეჯახებები რავი ლიბერალური თეორია ნეოლიბერალური კონსტრუქცივიზმი გაცილებით რთული რაღაცები თეორიები არსებობს მაგრამ ეს არ მარტივი რეალურად აი რა პროფესორობა ამას უნდა ეხლა რომ იმას რა ქვია რა პროფესორობა იმას ჭირდება ეხლა რომ ევროპა არის განწირული დედა აქ ნატირები ამერიკამ აქ ისოს და რუსეთის ალკე ისოს უკრაინა მიგდებულია აი რა პროფესორობა და რა პროფესორობა იმას უნდა რომ რუსეთს ატომური ბომბის შეიარაღებულ ქვეყანას ომს ვერავინ ვერ მოუგებდა აი რა პროფესორობა ამას უნდა მაგრამ გეიმილიტარიზმი ხო ამ პროცესში წარმოიშვა გეიმილიტარიზმი რას ნიშნავს გეიმილიტარისტი ნიშნავს რომ ლიბერალის წარმოდგენით ზელენსკი უახლოვდება მოსკოვის მისადგომებს და გმირი ზელენსკი ხარო გამოვიდა გოროჩენკო და დაიწყო ზელენსკის ლანძღვა და ეგ არის პირველი პროპაგანდისტი და ტრაკის მლოკველი მაგათქო ესეთი რაღაც რომ ისაო რა ქვია პუტინი ისაო დიქტატორად იქცაო ზელენსკი უკეო რა არ შეიძლება ერთი კაცის ხელში ამხელეს ძალაუფლება ამას არის გოროჩენკო თუ რა ჯანდაბაც ქვია არა ისეთი კაცია ეხა გოროჩენკო მაგის გვარ თუ სწორად არ დავიმახსოვრე რას ამობ და ეგ არის თბილისში აქ რო რუსთაველზე რო გამოდიოდა აქციის პარალელურად აი გახსენით ქართველებმა მეორე ფრონტი შედი ვისაც ხილვალში უნდა გაიზიაროს შესაწყალო სადაც გაკ იმასაც წაგართმავენ და დაგღუპავენ აი აქ უნდათ საქართველოს შათრევა აი იმ ჭაობში უნდა დღეს მკვდრები ვიქნებოდით ჩვენ დღეს დახოცილები ვიქნებოდით არის მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხალხო რომ ამას პროფესორობა არ ჭირდება ეს არის აი უმარტივეს რაღაცას ვამბობ რეალურად აი სასაცილო როა რო შეხედო უბრალოდ იმდან მარტივია ეს თემა
და მე რომ მე ვიცავდი იმას რა ქვია ბიძინას თურმე ბიძინა ისა რა ქვია მომელანდა ღამე და თურმე უცხო ეხლა ახალი დაწყებული რუსული ამბები და რა თქვი რუსული კანონი ეს არ არის ხალხო რომ ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ რომ ეხლა სპეკულაციები მიდის ზელენსკიმ რომ გაიწვია ჩვენი ელჩი უკრაინიდან ბელარუსიდან არ ყავდა ბიჭო გაწეული საქართველოსდან გაიწვია მაგდე და აფეთქებულმა და მე მეძახნე ბიძინას ისახარო ხატება ხარო ბიძინა მადიდებელიო და ბიძინამ მართლა არიდა ეს ყველაფერი ამ ქვეყანას და დღეს რო ცოცხლები ვართ ბიჭო ხანდახან გონია უბრალოდ რომ ამ ხალხს აქვს რაციონალური აზროვნების უნარი გაკაფული და იოდის სერიოზული ნაკლებობა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში რა ეს ხო ნათელია უბრალოდ რასაც მე ვამბობ არა ბიძინამ დაკარგა იმას კრედიტ სუისთან იმასთან რო ქონა 2 მილიარდი რო დაუყადაღეს იმიტომ რომ მათი პოლიტიკა არ ითამაშა და ბიძინაო რუსეთის საქმეს აკეთებსო მე მაჯერებდნენ მაგას და ამავდროულად ფიშერები და ეგენი გერმანიის ელჩი და მაშინელი ბაიდენის ადმინისტრაციის ამერიკელის წარმომადგენლები არჩევნებში ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში ბიჭო აი ნამუსი ხო კაი საქონელია მართლა ამ ქვეყანაზე არა მისმინები და ეგენი ფინანსდებიან დღესაც სოროსის ფონდიდან სოროსი რომელიც არის კაცობრიობის კიბო სატანა ხორჩესხმული და ამ დროს მე მეუნებოდნენ რომ შენ ხო ბიძინა მადიდებელი ხარო შენო იმებს აკეთებ აი დედა მომიკოდეს აი ყველა მაშინაც არ გძნობდი თავს მე შეურაცხყოფილა და არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ მაშინაც მჯეროდა რომ მე ვიყვა სიმართლის მხარეს როგორც ანალოგიურად ახლა მჯერა და 100%-ით მჯერა იმის აი სრული პასუხისგებლობით ვამბობ რომ არა ბიძინა დღეს საქართველოს იქნებოდა ღაზა აი სრული პასუხისგებლობით ვამბობ აი ღაზა ხო იცით როგორია ისრაელმა რაც ქრან ღაზაში ის იქნებოდა დღეს საქართველოს კაი ფულის საკეთებელი კავკასიის აი როგორ რა ვთქვა ლიგა რა აი რუსეთმა გამოიშენ გაისეინე იმაში ცხინვალში რუსეთმა გამოისეინა თბილისში მე გაჟლიტავდნენ ქართველებს, მერე ჩაასახლებდნენ სხვა ხალხს და საქართველოს გახდებოდა ერთი დიდი კოოპერატივი, რაღაცა არ შემდგარი სახელმწიფო კონფიგურაცია რა დაახლოებით რა, დე იურე, დე ფაქტო რაღაცა მოხდებოდა რაღაც აგლომერაციის ჩამოყალიბება. და ეგ ხალხი მე დამცინოდა ეს ახარო ბიჭო, აი მე კიდევ ერთხელ კაცო მე პრობლემა არ მაქვს ბულინგზე არაფერი მე კიდია საერთოდ ისეთი იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული, ეხა ფეხები არ მომჭამო, სურო ამერიკელმა სენატმა განიხილოს ჩემი საქმეა კიდე ევროკავშირის უცალფეხზე მკიდია ეგ. იმიტომ რომ მე რო ქრისტეს და სიმართლის ხარეს რო ვარ, მე ყოველთვის ვიცი და მე მაგას მივყვები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბრმად არ მოსულა, მე შეცდომა არაც დამიშვია, მე აღიარება გამიკეთებია და ბოდიშიც მომიხდი ამაზე, რომ ეს ინფორმაცია არასწორი იყო და ხალხმა აი ამაში ბოდიშს გიხდით, იმიტომ რომ არასწორი ანალიზი გავაკეთე, მაგრამ ამაში რაში ჩვენ ფუნდამენტურად მართლები ვართ და ბუნებრივი ყველაფერში მართლები ჩვენ ბოლომდე ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენც დაცემული ბუნების მატარებლები ვართ. ანუ უბრალოდ სირცხველი მაგ ადამიანებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ გვაშავებდნენ და ჩვენი იმებით იყვნენ დაკავებულები. რომ ყველაფერში მართლები აღმოჩნდით და აი ეს საწყალი უკრაინელი ხალხი როგორ გაწირეს და მართლა როგორ მეწოდება ის დედები, შვილების, მამები, რომლებიც აი საშინელი სურათები და კადრები მომდის, ხო? ამდენი ადამიანი გაჟილდეს იმის გამო რომ ამერიკაში და სოფლიოს სხვადასხვა სივრცეში ეს ელიტარული ოჯახის წარმოადგენლები და მათი ბიზნესები და მათი კორპორაციები გამდიდრებულიყვნენ. აი ეს არის საშინელება, მეგობრებო, ეს არის სატანიზმი და ეს არის უბედურება, როდესაც სხვა ადამიანის უბედურებით შენ ფულს აკეთებ, აი ამაზე დიდი საშინელება და ბოროტება არ არსებობს ჩემი აზრით. და ნებით თუ უნებლიეთ უკრაინის მთავრობა ზოგს როჯერ ახლა ზელენსკიმ არ იცოდა, იმდენიმე მაგის და რა ზელენსკიმ არ იცოდა. და პრეზიდენტი რო ყავს უკრაინას, რომელიც არის დაკოკაინებული, თავინაბოლომდე და აგერ სააკაშვილის გავს, ხო? იმ კაც არ უნდა ენდოს, ამიტომ უკრაინა ხას თუ რამე სიბრძნე შესწევს, ზელენსკი უნდა ჩამოკიდონ ერთი ადგილით. მე ვილაპარაკოთ მეგობრობის აღდგენებზე და ძმობებზე და იმეებს. ეხა არაფერი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო აქ. უკრაინის მთავრობა დღე-დღე გულანძღავს საქართველოს მთავრობასა და ქართულ ხალხსაც ირიბარ. ამ ნიშნავს საქართველოს მთავრობა ქართულ ხალხს არ მოადგენს. ეს მაგარიცია ხოლმე რომ ზელენსკი გამოვიდა, კოცები გააკრიტიკაო. კოცების გაკრიტიკება და იმაში საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე გაკრიტიკება ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს გაკრიტიკება, შენ მთავრობას არ მოადგენს. რა ყავს საქართველოს ეგეთი მოღალატეები, NGO-ები და ოპოზიციის წარმომადგენლები ეგეთი რომ ოღონდ ლიშბი ვიღაცა საკრაღაც უპოვენ და მზად ტრაქს მიცემენ, თეთრ სახს და ტრაქს მიცემენ ევროკავშირს და მაგათ იმის გამო რომ აი ეგეთი ორჯონიკიძეები აყვავს რომ აი ზელენსკი ჯერ ვინ მყავს, მერე კაია კალასი ვინ ამყავს და ისინი ვინები მყარან ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლის დღე-დღე გამოდიან თვითონ დედა აქვთ ნატირები და მე მეუნებიან როგორი უნდა იყოს დემოკრატიის ინდექსი და ადამიანის თავისუფლება. ამიტომ მეგობრებო, იცოდეთ სიმართლე, აი ამ წერილებიდან ჩვენ ეგ დასკვნა გამოვიტანეთ, რომ უკვე ვიცით რა არის სიმართლე.
სიმართლე ის არის, რომ უკრაინელი ხალხი არის განწირული, ეს ყველაფერი დადგმულია, ყველაფერს მართავს ელიტა, დღესაც ამ სცენარით მიმდინარეობს. უბრალოდ ქართველი ხალხი ვალდებულია ეს ყველაფერი იცოდეს, აბსოლუტურად უნდა იცოდეთ ეს ინფორმაცია და მაქსიმალურად უნდა გააზიაროთ იმისათვის, რომ ჩვენ არ ჩამორჩეთ. ხოლო თქვენ რითის ხარი შეგიძლიათ მე დამიჭიროთ, არის დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და თუ გინდა დონაცია გააკეთეთ არხის განვითარებაში დაეხმარეთ. დანარჩენს მე ღვთის წინაშე ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ერთი რამე. ბიბლიაში არსად არ წერია უცხო მართალი უნდა იყოსო პეტრესთან, პავლესთან, ბიძინასთან, მიშასთან, არა, ბიბლიაში წერია ესეთი რამე, რომ ადამიანი მისი სიმართლეთა და მის საქმეებით ცხონდება. მე მთავარი ღვთის წინაშე ვიყო მართალი. და იმის იქით ხა რა მოხდება დედამიწაზე. დედამიწაზე უსამართლობას სუფევს კაცო. მაგრამ ჩვენი ვალდებულება სიმართლეს ვემსახურო და თუ სიმართლეს ხარ ეს ბიძინა თუ ვინც იქნება, მე არასდროს არ მეშინოდა. მე ისე შიგევროპელები და მთელი საქართველოს ლანძღავდა პრორუსი ხარო, მაშინ გამოვედი და მაშინ ვთქვი რომ ბიძინა მართალია მეთქი. და მაშინ არ შემშენებია არაფერის და დრომა ნახა რომ რეალურად გაშლის სუფრაზე კი არ ვჯდები, ერთგულება შემილია ადამიანის. დრომა ნახა და დაადასტურა ეს ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ მე ვიცი სიმართლე სად არის. ესაა ძალიან მარტივი ლოგიკა. და ვისაც დღეს არ გამოყვება, ხვალ იგივე შეცდომას დაუშვებს. რავი მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და თქვენი აზრი დაწერეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დაგემშვიდობები და რამოდენიმე დღეში ისევ დაგებრუნდებით. დროებით.